მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. დღევანდელი დღისთვის ბუსუ ანუ ხო გთხოვე რომ არ გინდა თქო. აივანზე მხოლოდ ბუზია რა, ბუსუ კი არა. მეც დავუწყებდი ყეფას რა უბედურება არის. ხო, მოკლედ მოგესალმებით, თუ პირველად ხედავთ თორნიკე მქვია, ვინც განმეორებით მიყურებს უკვე იცით ვინც ვარ და რა ხდება. მოკლედ მე კადრს შევცვლი ზოგიერთ თქვენგანს ვისაც ყურება გიყვართ ხოლმე ვიდეოების გაითვალისწინეთ რომ კადრს რო შევცვლი ჩემი ხელები გამოჩნდება და მაქვს აი ეს გამონაყარი არც არის ფსორიაზი ხო? აი ესე გამოიყურება ფსორიაზი გამონაყარი. მოკლედ ჩემი იმუნიტეტი, ჩემი იმუნური სისტემა უგზავნის არასწორად სიგნალს უჯრედებს რომ აღდგეს, როცა აღსადგენი არაფერი არ არის და ეგრე ვერასწრებს კანი გამოცვლას და ამიტომაც ჩნდება ესეთი გაუგებარი, ნახე ტატულა დღეში ჩამივარდა. ესეთი გაუგებარი რაღაცა იმართება მოკლედ სხეულს და ამას მკურნალობთ, ასე რომ ეგ პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ დიდი ხანი დასჭირდება ამ მკურნალობას. ხო, რატო გადავწყვიტე რომ დღეს სახე აღარ გამოვაჩინო მერე ვიდეოს გაშლის დროს. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მინდა რომ კარტებიც ჩანდეს ლამაზად, რაც ამოდის და ზოგიერთ თქვენგან შეიძლება კარტები მოგწონთ რომ ხედავთ და მაგიტომ მოდი ვნახოთ რატომაც არა ვცადოთ თქო. ხო, დღევანდელი დღის გაშლა იქნება ივნისის თვესთან დაკავშირებით. თუ როგორი ივნისის თვე იქნება, კოლექტიური გაშლა იქნება, ეს იქნება იმ ადამიანებისთვის ამ ვიდეოს უყურებთ. ზოგადად დავაკვირდებით თუ რა მესიჯები წამოვა, ვიღაცისთვის რაღაც მესიჯი იქნება, ვიღაცისთვის რაღაც მესიჯი, ყველაფერი ერთი ადამიანისთვის ვერ იქნება. იმიტომ რომ ეს არის ზოგადი გაშლა. პირადი გაშლა თუ გენდომებად შეგიძლიათ მომწეროთ, ტელეფონის ნომერი მითითებულია, WhatsApp-ზე ან ჩვეულებრივი მესიჯი გამომიგზავნოთ და მე დავკონტაქტდეთ რამენაირად. უბრალოდ ყველაფერი მოკლედ ინფორმაცია არის ვიდეოს აღწერაში და დავიწყებ, მე მგონი ჯობია, არაფერი განსაკუთრებული ესეთი შემზადება ამას არ სჭირდება. ვიდეოს მაინც გადავახვევ. აღწერაში მივუთითებ, რომელი წუთიდან იწყება ვიდეოსში გაშლა და მოკლედ ჩემო ლამაზო ადამიანებო, ხო რაღაცნაირი დღე არის და რაღაცნაირი პერიოდი და რაღაცნაირი გაშლა იქნება, მაგრამ არ აუშავს. მოკლედ ივნისის თვე. ნახოთ ივნისის თვეში რა ელოდება იმ ადამიანებს, ვინც ამ ვიდეოს უყურებს ივნისის თვეში, როგორი ივნისის თვე იქნება. პირველ რიგში ვნახოთ რას ვსწავლობთ ივნისის თვეში. ძალიან ბევრჯერ ვიმეორებ ივნისის თვეს. ეხლა ნახე, ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ამ ვიდეოს ნახულობთ უფრო გვიან, ამიტომაც დავწერე რომ ერთი თვის განმავლობაში რაც უნდა ველოდოთ ვიდეოს ნახვიდან, მოდი ივნისი ამოვაგდოთ მთლიანად. ვიდეოს ნახვიდან ერთ თვეში რას უნდა ველოდეთ, პირველ რიგში რა გაკვეთილებს ვსწავლობთ და შემდეგ უკვე რა მოდის და რაზე უნდა კონცენტრირდეთ. მეოთხე წუთიდან დაიწყება ეს ყველაფერი და დავიწყეთ ჩემო ლამაზო ადამიანებო. ნახოთ. ვიდეოს ნახვიდან ერთი თვეში, ერთ პერიოდში, განმავლობაში რა გაკვეთილს გადის ეს ადამიანები, ვინც ამას უყურებენ. Self-esteem. კი ბატონო, self-esteem თუ ვინმე ინგლისური ითით შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ ჩანს, თუ არა და Okay, შეიძლება არ ჩანდეს. I possess gifts of the soul that benefit me and others. Okay. მოკლედ გააზრება მოდის იმასთან დაკავშირებით თუ and change ცვლილება change, ძალიან კარგია, ესეც. I understand that nothing can grow or evolve without movement. მოკლედ, ივნისის თვეში ჩემო კარგებო, არის რაღაც
უნარი, რასაც ვარვითარებთ და აი ეს უნარი გვმატებს თავდაჯერებას, ეს უნარი სასარგებლოა ჩვენთვის და სხვა ადამიანებისთვისაც. ეს შეიძლება მე აღვიქვა, ვთქვათ, ჩემთვის პირადად იყოს აი ეს ტაროს გაშლა, ხო? რომ თუ უფრო მეტად ჩავერთვები და უფრო მეტად გავაგრძელებ აი ამ რაღაცას, ეს ისე როგორც მე მეხმარება, ასევე გეხმარებათ თქვენს. თქვენთვის შეიძლება იყოს ეს უნარი ხატვა, სიმღერა, შეიძლება იყოს უნარი გონებრივი, რომელიც ანგარიშებასთან და ეგეთ რაღაცებთან იყოს კავშირში და უცებ აი ამ უნარიდან გამომდინარე, ვთქვათ, თუ საოფისე სივრცეში მუშაობ, იმიტომ რომ ეს უნარი გაქვს, ეს უნარი გამოჩნდება, შეამჩნევენ და წინ წახვალ. ყოველ შემთხვევაში არის რაღაც, რაც ივნისის თვეში თავდაჯერებას გვმატებს და გვიცვლის გარემოს. ასევე I understand that nothing can grow or evolve without movement and შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი სხეულზე მუშაობდეთ, სხეულის კორექტირება გინდათ ისეთ ფორმებში, რომელიც თქვენ მოგწონთ და ამის გაკეთება დაიწყო და ესრულება გამოიწვიეს აი ამ მოძრაობამ და აი ამ ქმედებებმა. მოკლედ ივნისის თვეში ვსწავლობთ რაღაცა კონკრეტულს, რაც გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ წინ წავიდეთ. მაინც კარგად დავაკვირდებით, თუ რას ეხება ეს ყველაფერი. შეიძლება ეს იყოს ურთიერთობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ რაღაცნაირად არ მიჩანს ურთიერთობის მომენტები, ებანდელს ხო, ანუ ძირითადად ბარაკაზე და ხვავზე არის საუბარი, ხვავი და ბარაკა. ძირითადად ბარაკაზე და ხვავზე არის საუბარი, მაგრამ ნახოთ. კი ბატონო, ვიღაც შეიძლება დაინტერესდეთ, ეს არის პერსონაჟი Him. Powerpuff Girls-ია, ესეთი ანიმაცია, ძალიან საყვარელი სერიალი და მათ არის ესეთი კიბორცხალა, რომელიც საკმაოდ ისეთი ბოროტი ტიპია, მაგრამ არ არის თან ბოროტი. უბრალოდ არავის არ ესმის მისი, კაი რა თქმა უნდა ვხუმრობ. ეს არის ბუდისტური ხელი, რომელიცაც მიაქვს ხვენი ღმერთის წინაშე და ეს არის პატარა მელაკუდა იაპონურ სათამაშოში გადაცმული, რომელიც იღბალს მოასწავებს. კი ბატონო, ეს გადახვევა იყო უბრალოდ. ნახოთ. კი ბატონო. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, აი რას ეხება ეს self-esteem და change. თვითშეფასება და ცვლილება, რას ეხება, ვნახოთ ტაროს კარტებში. ცხრიანი ხმები გვაქვს, ეს არის სტრესი, ნერვიულობა, უძილობა. შეიძლება ივნისის თვეში რაღაცა მომენტში ცოტა ძილი გაგვიტყდეს და გვაქვს 8-იანი კვერთხები, რაც არის უშუალოდ საუბარი, კომუნიკაცია, შეიძლება ვიღაცასთან შევიდეთ კომუნიკაციაში და ისეთი ინფორმაცია გავიგოთ, რამაც გამოიწვიოს ჩვენში ეს შფოთვა, ან უბრალოდ შეიძლება ეხებოდეს ეს ისეთ რამეს, რაც არის ჩვენ გვინდოდეს საუბრის ამოწყება და ამას ვერ ვაკეთებდეთ და ამაზე ვნერვიულობდეთ, ხო? და ამიტომაც გვაქვს შფოთვა, მაგრამ ნახოთ, რას ეხება ეს ცხრიანი ხმები ზუსტად. Ace of Wands. ზოგიერთი თქვენგანისთვის საკმაოდ ცეცხლოვანი ღამეები გელით. საკმაოდ ცეცხლოვანი ღამეები გელით. თუ ვინმე თუ არ იცით, Ace of Wands, ზოგჯერ არის ფალოსი, და იმედი მაქვს, ვიცით ფალოსი რაც არის, თუ ვინმეს ფალოსი არ მოგწონს, უბრალოდ შეიძლება იყოს სხვა რამე, მაგრამ იყოს მაინც ცეცხლოვანი ღამეები, ხო? იმიტომ რომ მაინც მაქვს უძილობა და ფალოსის კარტი მაქვს, რაც მომასწავებს იმას, რომ შეიძლება ივნისის თვეში საკმაოდ კარგი დრო ატაროს ზოგიერთმა თქმებმა, ვინც ამაზე თანახმა ყველამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ქნას ყოველთვის არ არის ეს მესიჯები და ამავდროულად გვაქვს კიდევ ის მომენტიც, რომ არის რაღაცა იდეა, რაც ეს უძილობის პერიოდის განმავლობაში
გვებადება ეს იდეა. შეიძლება ვფიქრობთ გამოსავალზე თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ, რას ვაპირებთ საომავლოდ და ასე შემდეგ და უცებ გაჩნდეს იდეა. ხო, ნახოთ კიდე რა უნდა იყოს. ხუთიანი ხმები მაქვს, ეს არის კონფლიქტი დავაჭხუბი. მაქვს ეს კონფლიქტი დავაჭხუბი, მაგრამ რას ეხება კონკრეტულად ეს კონფლიქტი დავაჭხუბი? ორიანი ხმები მაქვს, გადაწყვეტილებას ეხება. შეიძლება ვფიქრობდეთ, შემდეგ რაღაცა იდეა რომ უკვე ფიქრდება, დავიწყოთ იმაზე ფიქრი თუ როგორ რანაირად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა დავგეგმოთ, მაგრამ ძირითადად მაინც მიჩანს ის რომ რადგანაც ორიანი ხმები მაქვს და აქ არ მაქვს ორიანი კვერთხები. განსხვავება ის არის რომ ორიანი ხმები ეს ადამიანი ძალით იბრმავებს თავს, ფოლებზე ახვეული აქვს. ძალით შეიძლება არა, მაგრამ თავს იბრმავებს რა, ანუ ძალიან კარგად იცის გამოსავალი, უბრალოდ მოსწონს ამაზე რომ ფიქრობს და ეს ამ პერიოდს გადის. ხო, სამიანი ხმები. ხო, გამოცდილება გვაქვს იმის მანქანის ხმა გესმით, ბოდიშით. მოკლედ გამოცდილება გვაქვს იმის რომ იმედი გაგვიწრუდა ერთხელ ამ ამბავში და კიდევ ერთხელ არ გვინდა რომ გაგვიწრუდეს ეს ამბავი რა. მოკლედ აი შეიძლება მართლა პირველი ღამეა ვიღაცისთვის და ამაზე ძალიან ნერვიულობს. მართლა პირველი ღამეა და ვიღაც ძალიან ნერვიულობს ამ რაღაცაზე. ნუ არ ვიცი ნახოთ. ოკეი, გავაგზავნებ უბრალოდ შევხედოთ სიტუაციებს. მოკლედ ივნისის თვეში უნდა შეიცვალოს რაღაც და ზოგიერთი თქვენგანი ამას ებრძვით. სამწუხაროდ და ღობავთ ესე რომ ეწინააღმდეგებით მოკლედ ამ ცვლილებას, მაგრამ მაინც მოხდება ცვლილებას ვერთად ვერ შევეწინააღმდეგებით, change მით უმეტეს გვაქვს ცვლილება და უნდა გავიაზროთ, რომ დროა გავმოძრავდეთ და დროა წინ წავიდეთ. ეს მთლიანად არის თქვენი შინაგანი განწყობა და თქვენი შინაგანი მომენტი. უცებ შევაჯამებ, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი რამე, რაც შეიძლება ეხებოდეს, ეს იყოს მართლა პირველი ღამე იქნება თუ მეასე ღამე იქნება, ამის მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ის ადამიანთან გიწევდეთ, რომელთანაც ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ ლამაზია, სიმპათიურია, რაღაცა ცოტა გვანერვიულობს ეს ფაქტი. შეიძლება მართლა ეხებოდეს იდეას, რომელიც გაგვიჩნდება და როგორ უნდა განვახორციელოთ ეს იდეა. შეიძლება ეხებოდეს საქმის დაწყება, შეიძლება ეხებოდეს კარიერა, შეიძლება ეხებოდეს სასიყვარულო ურთიერთობას, უბრალოდ მოგწონს ვიღაცა და გვინდა რომ კომუნიკაცია გქონდეს ამ ადამიანთან. ყოველი შემთხვევით აი ეს ნებისმიერი რამე რაც უნდა იყოს, სამიანი ხმებიდან გამომდინარე, ვიტყოდი რომ ამ რაღაცაში ერთხელ უკვე გიცდია ეს რაღაც და ცოტა იმედგაცრუებული დარჩი და ივნისის თვეში ხდება ხელმეორედ რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა იგივე ადამიანი შეიძლება არ იყოს, უბრალოდ სხვა ადამიანთან იყოს მეორედ. ანუ თავიდან ცადო ადამიანთან ურთიერთობა, ან თავიდან ცადო ამ იდეის განხორციელება, თავიდან გააკეთო რაღაც იმიტომ რომ უკვე გამოცდილებები ყველაფერი გვაქვს, მაგრამ უმეტესად ეს ყველაფერი არის გონებაში და ერთადერთი რაც ხელს უშლის ამას რომ მოხდეს და წინ წავიდეს და მართლა განხორციელდეს, არის მხოლოდ ჩვენი თვითშეფასება და თავდაუჯერებლობა. უნდა დავიჯეროთ რომ გვაქვს უნარი და უნდა დავიჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, არ აქვს მნიშვნელობა წინა გამოცდილებებს, იმიტომ რომ ამ თვეში რაღაც იცვლება. ბერის ბორბალი, ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს, ჩემთვის ბერის ბორბალი არის ის მომენტი, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება ცვლილება, რომელსაც გაიხსენებ და იტყვი, რომ აი მაგალითად თუ ვინმე ივნისის თვეში უყურებთ ამას, რომ აი ივნისში რომ მოხდა ეს, მაგის მერე წამოვიდა რაღაცეები, ან ვიღაცა თუ აგვისტოში უყურებთ, აგვისტოში რომ მოხდა მერე წამოვიდა რაღაცეები, არ აქვს მნიშვნელობა, როდის უყურებთ. ყოველი შემთხვევისთვის აი ამ პერიოდში, როდესაც ეს რაღაც მოხდება და რაღაც რაც შეგიცვლის აი ამ დამოკიდებულებებს და აი ამ იმედგაცრუებას გადაგალახინებს, ხდება აი ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც წაგვიყვანს წინ. ეს არის თქვენი შინაგანი განწყობა ივნისის თვეში.
ძირითადად არის გონებრივი და უბრალოდ საკუთარ თავს ვაკავებთ რაღაცაში და ხელს უშლით რომ ცვლილება მოხდეს, მაგრამ მაინც ვერ შევუშლით ბოლომდე ხელს, იმიტომ რომ ცვლილება მაქვს. ნახოთ შემომავალი ენერგია. ზუსტად რასთან დაკავშირებით აქ არის ნერვიულობა, Queen of Cups. კი ბატონო, არის რაღაც ცვლილება, რაც იწვევს ჩვენში ემოციურ დისბალანსს. ხუთიანი ხმები მაქვს. ემოციურ დისბალანსს იწვევს, ანუ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს რაღაც ჩვენში. ანუ შემოდის ეს ენერგია, ვიღაც მოდის, შეიძლება ადამიანი, რომელიც ისეთ რაღაცას გეუბნება, რაც ცოტა გულს გტკენს, გწყენს, ხო? ან უბრალოდ ის ადამიანიც ცოტა ნერვიულობს და არ იცის ზუსტად როგორ და რანაირად გითხრას, ან უბრალოდ შეიძლება იყოს ძალიან მანიპულატორი ენერგია, თქვენკენ მომავალი ხო არა, შრომობა ეს იქნება ქალი თუ კაცი, ეს არის უბრალოდ მანიპულატორი ენერგია, რომელიც ემოციურ დონეზე ცდილობს თქვენს მანიპულაციას, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, მარტივად გადავლახავთ. კი ბატონო. კი ბატონო, მარტივად გადავლახავთ, ანუ ნახე, ამის გადალახვის მომენტი როგორია, ემოციურ მანიპულაციას ხვდებით ემოციური მანიპულაციით და დიდად არაფერს არ გვიცვლის ეს ფაქტი ცხოვრებაში. დიდად არაფერს არ გვიცვლის ეს ფაქტი ცხოვრებაში. უბრალოდ ვიღაცის ემოციურ მანიპულაციას ხვდებით ემოციური მანიპულაციით და მე უბრალოდ ვიკიდებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულებრივად. ჩათვალე რომ პატარა ტესტივით არის რამდენად თავდაჯერებული ხარ და რამდენად რეალურად გინდა ცვლილება. ნუ შეიძლება ეს იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს დედა, და შეიძლება იყოს მამა, ძმა, არ აქვს მნიშვნელობა. მანიპულატორი ენერგია, რომელიც აი შეიძლება ეს იდეები რაღაცები რაც გიჩნდება, ვიღაცას უზიარებ და ის ადამიანი შენს გონებაში ზრება და გეუბნება რომ არა ეგ ეგრე არ გამოვა, ამას ვერ იზამ, იმას ვერ იზამ, ან ვიღაცას დაკავშირებით უყვები მეგო შეყვარებულზე დაკავშირებით უყვები ან რაღაცა იმაგასთან ურთიერთობა არ გინდა. ნუ გასაგებია რასაც გულისხმობ რა, ანუ არის ადამიანი, ვინც ცდილობს რომ გონება აგირიოს, მაგრამ ნუ არ არის აუცილებელი ყველას ყველაფერი დავუჯეროთ, ხო? კი ბატონო, King of Cups. ყავს კიდევ ერთი ენერგია, ემოციური ენერგია, ნახოთ როგორი დამოკიდებულება აქვს ამას. King of Coins. Okay. და ეს ორი Nine of Coins. მოკლედ იმ ადამიანებისთვის, ვინც არის მარტო ხელა, Ten of Cups მაქვს, იმ ადამიანიანი თასადი Ten of Cups თქვი ხა ხო, იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე ყავს ვიღაც, მე არ ყავს ბატონო ეგრე, ხო, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყავს უკვე ვიღაც, ამ ადამიანის მხოლოდ ემოციურ სიტყვიერ რაღაცებს თუ უფრო უსმენდით, უფრო მეტად ემოციური ხდება, ანუ შეიძლება აი როგორ თქვა, სექსად, ლაპარაკად, მაგრამ ცოტა ემოციური კავშირი არ გქონდა, ეს ემოციური კავშირი მოდის წინ და ამავდროულად მოდის იმ ადამიანისგან სურვილი იმის, რომ რაღაც კონკრეტული როლი შეასრულოს თქვენს ცხოვრებაში და ამ იდეას თავის თვითონვე წარმოთქვამს, ხო? ეს კონკრეტული როლი შეიძლება იყოს ისეთი რამე, ვთქვათ მიწიერ დონეზე, მატერიალურ დონეზე ამ ადამიანმა დაიწყოს დროის და სივრცის შექმნა იმისთვის, რომ უკეთესად გაიცნოთ ერთმანეთი, უკეთესად დავუახლოვდეთ ერთმანეთს, ხო? ცვლილება შემოაქვს ურთიერთობაში და დინამიკაში და რაღაცნაირად შეიძლება ინტუიციურად გრძნობდე, იმიტომ რომ იქ high priestess იმიჩანდა თავიდან, ინტუიციურად გრძნობდე, რომ რაღაცა შეიცვლება თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ არ იცი ეს კარგისკენ იცვლება თუ ცუდისკენ იცვლება, ყველანაირი მაგალითი გაჩვენებს იმას, რომ ეხლა თუ ვიღაცისკენ ცუდი რაღაცები ხდება და აშკარად ხედავ, რომ ტოქსიურია რაღაც, ეგ რა თქმა უნდა შეიძლება იკითხენ, რომ ტოქსიურია და მერე შენ უბრალოდ გააგრძელებ ცხოვრებას და მერე შეხვდები შენს 10-იან თასებს, ბედნიერებას, მე 2-იანი ხმები მაქვს ისევ ამის უკან.
როგორც ორიანი ხმლებიდან გამომდინარე ვლაპარაკობდი ამაზე რა. თავს უნდა დავიბრმავებ. თუ ხედავთ რომ აშკარად ცუდად არის რაღაცეები, ცუდად არის. მაგრამ თუ ვატყობთ რომ რაღაცეები კარგად არის, მაგრამ ცოტა გვეშინია წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, გვეშინია ამ ფაქტის, ხო, რომ აი რანაირად რომ ეს კარგად არის რაღაცეები და ასე შემდეგ და არ ვენდობით აი ამ დადებით ენერგიას და აი ამ პოზიტიურ რაღაცეებს. მაგ ადამიანების შფოთვა მესმის და ის მეორე ადამიანი გვაჩვენებს და გვანახებს ნელ-ნელა რომ არა, ყველაფერი მართლა კარგად არის. უკვე და რაღაცებსაც ამბობს, ტყუილა არ ამბობს და აკეთებს კიდევაც, ხო? მოკლედ საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ყავს აქ ვიღაც ის რომელთანაც სულად არის რაღაცები არის ემოციური манипуляция, ცდილობა იქნება ემოციური манипуляციას, მაგრამ მიხვდები მაგას, რომ აზრი არ აქვს და უბრალოდ ჯობია რომ გავეცალო ამ ადამიანს, რომ ნორმალური ვიღაც გამოჩნდეს, ხო? კარგი. ნახოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტოხელა არიან, ან უბრალოდ უნდა სხვა ადამიანი რომ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ეს ვინც არის ძალიან ერობს უშლის, ჩნდება ახალი ადამიანი, Ace of Cups მაქვს, ახალი გრძნობა, ახალი ადამიანი გამოჩნდება. 4-იანი მონეტები მაქვს. Chariot მაქვს. Ace of Coins. მოკლედ ძალიან დიდია, ძალიან დიდია ალბათობა იმის, რომ ამ ადამიანს თქვენ უკვე იცნობთ. ეს ახალი ვინც უნდა იყოს, ну ყოველ შემთხვევაში შემდეგი ურთიერთობა იმისის თვეში თუ ახალ ადამიანთან, ანუ ახალ ურთიერთობაში გადახვევთ, რომანტიურ ურთიერთობაში გადახვევთ, ხო, ახალ ვიღაცასთან. აი ამ ადამიანს უკვე იცნობთ. რომელიც ცოტა ხანი თავშეკავებული იყო 4-იანი მონეტები გიცნობს უკვე ცოტა ხანი თავშეკავებული იყო ან შეიძლება უბრალოდ სხვაგან არის 4-იანი მონეტები მეუბნება ის რომ ეს ადამიანი რაღაცებს აგვარებს თავის ცხოვრებაში აგროვებს რაღაცებს ცდილობს რომ მყარი საძირკველი შექმნას საკუთარ თავს და შემდეგ მოდის თქვენგან ეტლის კარტი მაქვს ეს არის მოძრაობა, წინსვლა, გამიზნული, ეს რომ დაიწრება, უკვე აღარ ჩერდება. აქ რომ ხონოდა მხოლოდ აი ეს ორი, ვიტყოდი რომ ამ ადამიანი რაღაც თავის შეკავებს მერე და რაღაცა და მერე მოიფიქრებს და გადაწყვიტავს ზუსტად რა უნდა რომ შემოთავაზოს და შემოდის, მაგრამ დრო არ მაქვს განსაზღვრული და შეიძლება დაიკარგოს გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ რადგანაც მაქვს ეტლის კარტი რადგანაც მაქვს ეტლის კარტი. ეგ იმას მეუბნება, რომ ეს ენერგია აუცილებლად მოდის თქვენკენ ზუსტად შემოვა, ანუ აღარ იცვლება. ეტლი არის ისეთი შემომავალი ენერგია, თუ შეიძლება გამავალი ენერგიაც იყოს, გააჩნია მის პოზიციაში, ეხლა შემომავალი ენერგიის პოზიციაში მაქვს. აუცილებლად მოდის ეს ვიღაც აი ამ კონკრეტული იდეით. შეიძლება იყოს საჩუქარი, ვიმესაც დავადების გქონოთ მალე და საჩუქრით მოვიდეს და მერე გაგრძელდეს რაღაც კომუნიკაცია, ან გითხეს რომ სამწადმე გავიდეთ, შევხვდეთ ერთმანეთს, თუ ცოტა მაინც რადგანაც ახალია დაწყებული ურთიერთობა, ეხლა მიყვარხარ და ბეჭედითიც ეგრევე არ იქნება. მიყვარხარ და ბეჭედითიც ეგრევე არ იქნება, მაგრამ ცელობები იმის რომ უფრო დაახლოვდეთ, ეს აუცილებლად იქნება დროის და სივრცის შექმნა ამ ადამიანისგან. კარგი, ნახოთ როგორია ეს ადამიანი. უყვარს ლაპარაკი, უყვარს კომუნიკაცია, პირდაპირ გეუბნება ზუსტად რა უნდა და რის გამკეთებელია ზოგადად ცხოვრებაში. და მაქვს 10-იანი თასები. მეუბნები იმას, რომ ძალიან გიხარია ეს ადამიანი. მე არ მაჩვენებს ფიზიკურ მონაცემებს, არ მაჩვენებს რაიმე კონკრეტულ მახასიათებლებს, უბრალოდ მე მეუბნება იმას, რომ კარტი რომ რაღაცას რაზეც შენ ფიქრობ, რაღაცას რაზეც შენ ლაპარაკობ, აი თითქოს ერთმანეთის ნათქვამს ამთავრებთ რა, უსიტყვოდ გესმით, თითქოს ერთმანეთი
რაღაც წინადებას რომ დაიწყები, მან უკვე იცის რას ამბობ, ასევე როგორც ის დაიწყებს, შენს უკვე იცი ისი თქმა უნდა, ხო? ძალიან ახლო, კარგი კავშირი გვექნება ამ ადამიანთან, რომელთანაც 10-იანი თასები რადგანაც მაქვს, ვიტყოდი იმას, რომ აშკარად ადამიანს მოსწონ ხარ, აშკარად ადამიანს უნდა რომ გაგრძელდეს კომუნიკაცია და რაც უფრო მეც ეცნობით ერთმანეთს, მით უფრო ბედნიერად გრძნობ თავს. და ძალიან დიდი შანსია ის, რომ ეს ურთიერთობა წავიდეს სერიოზული ურთიერთობისკენ. ხო, სერიოზული ურთიერთობა როგორ გამოიხატება თქვენთვის, ამას თქვენ გაარკვიეთ. ანუ ეს არის ქორწინება უშუალოდ, მხოლოდ ფურცელზე, ქორწინება ღმერთის წინაშე, ეს თანაცხოვრება უბრალოდ, რომელსაც არ აქვს აუცილებელი რომ რაიმე კონდეს. აი რომ ფენტი ზოგადად რომ დაიმახსოვროთ, ამაზე ადამიანებო, არის უბრალოდ ტრადიციები, წესები და ჩვეულებები. ვის რა ტრადიცია აქვს, ვის რა წესები აქვს, ვის რა ჩვეულებები აქვს, ეს არის მხოლოდ ინდივიდუალური და აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა მოდის და ყანწი და ეს უნდა, ხო? ანუ გააჩნია ვისთვის როგორ. შენ თუ ხარ ადამიანი, რომელსაც მოსწონს ეს ტრადიციები, რა თქმა უნდა, შეგვხვდება ისეთი ადამიანი, ვისაც ეს ტრადიციები მოსწონს და რა თქმა უნდა, ჩვენიერია გადავირიეთ და სასწაული. შენ თუ ხარ ის ადამიანი, რომელსაც ეგ ტრადიციები არ მოსწონს და სხვანაირი ტრადიციები აქვს, შეგვხვდება ისეთი ადამიანი, ვისაც შენი მსგავსი ტრადიციები აქვს. ამას ნუ ვივიწყებთ ხოლმე, რომ ყველას თავისი ყავს. ერთი არა, თან რამდენიმე ყავს ყველას თავისი, უბრალოდ არ ვიცი, რამდენად თქვენ ეგრე უყურებთ. დაუბრუნდები, რამდენად თქვენ ეგრე უყურებთ, მე არ ვიცი. მაგრამ არ არის აუცილებელი ყველა ვისაც მოეწონები, რომ შენც მოგეწონოს და არ არის აუცილებელი ყველასთან ვისთანაც სიახლოვეს იგრძნობ, თქვა რომ აი ეს არის ჩემი ადამიანი და всё, აი იმის იქით მე არავინ არ მინდა. კი ბატონო, შეიძლება ამ სიახლოვეს გრძნობდე და შეიძლება მართლა იყოს რაიმე კონტრაქტი, თუნდაც კარმული, თუნდაც წინა ცხოვრებიდან ვიცნობდეთ ვიღაცას, ან რაღაც soulmate იყოს, მაგრამ უბრალოდ შეგვიძლია რომ კი ბატონო და გავუშვათ და გავატაროთ. შენ არ უნდა დაივიწყო რომ ამ ცხოვრებაში ამ ეტაპზე ხარ, ამ განზომილებაში ხარ, ამ რეალობაში ხარ და ამ რეალობისთვის ეს ადამიანი შენ როგორ გზდის, რას გასწავლის, რას გიკეთებს, ხო? ანუ რა გარემოს გიქმნის ეს ადამიანი. თუ განერვიულობს, ნერვებს გიშლეს, თუ ჭამა გავიწყდება, დეპრესიაში ხარ და დარეული ხარ და მენტალურად ვეღარ უძლებ, რანაირად არის ეს ადამიანი კარგი შენთვის. შენ არ უნდა გადაარჩინო, შენ არ უნდა მოუვარო, იმან თავის თავს უნდა მიხედოს, ისე როგორც შენ უნდა მიხედო შენ თავს. ხო, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ნამდვილად კარგი ადამიანი შემოდის ინგლისის თვეში, რომელსაც საკმაოდ კარგი მიზნები აქვს ზოგადად ცხოვრებაში. უბრალოდ ეგრევე გავიცანით თუ არა, ნუ დავიწყებთ იმაზე ფიქს, რომ არიქადა ჩემი ქმარი უნდა იყოს, ან ჩემი ცოლი უნდა იყოს. უბრალოდ მივცეთ დროს და მივცეთ დროს იმის საშუალება და იმის უნარი, რომ ნელ-ნელა თავისით გამომჟღავნდეს. ხო, დავასრულეთ. რჩევაც ვკითხოთ. რჩევა თქვენთვის თუ რა უნდა იცოდეთ ივნისის შუაში, ზოგადად ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ამ ვიდეოს უყურებთ, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში რა უნდა იცოდეთ. ხო, ნახე, თასების დედოფალი მაქვს, 5-იანი კვერთხები მაქვს და თასების ტოზი. მოკლედ, ეს ადამიანი რო გამოჩნდება, იმდენად ინტენსიური იქნება ეს და იმდენად პირდაპირი და იმდენად აი აშკარად რომ მოსწონ ხარ და აშკარად რომ უნდა რომ გაგიცნოს, აშკარად უნდა რომ შენ გვერდით იყოს, რაღაც სიახლოვე უნდა შენთან და ანუ მოკლედ არ შეუძლია რა, უნდა რა მოკლედ შენთან ყოფნა, შენ ცოტა
დისკომფორტს გიქმნის ეს და ცოტა განერვიულებს და ცოტა ფიქრობ, რომ რაღაცნაირად გაისაგებია რომ მოგწევა, მაგრამ ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ არ ხარ მიჩვეული, რომ შეიძლება ვიღაცა შენზე დაიცენტროს, მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ. ხო და რჩევა არის ის, რომ დიდად საკუთარ თავთან კონფლიქტი არ გქონდეს ამის გამო. ოკეი, გასაგებია, გადავირიეთ, მოგწონს და ჩემგან რაც ელოდება ამაზე ეგრევე გათიშე გეტყვის რაც ელოდება შენგან გენდომება არ გენდომება ეტყვი რომ იცი რა ეხა ეს მე არ მინდა ძალიან მარტივად ძალიან თავისუფლად იმიტომ რომ ისეთი ადამიანი ჩანს რომელიც არ გთხოვს რომ აუცილებლად ეხლა უნდა აკეთო რაღაცები უბრალოდ თავისას გეუბნება და თავისას გაძლევს ამ ინფორმაციას და ამ ყველაფერს დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია. და შენ დისკომფორტი არ შეგიქმნას ამ ემოციამ და ამ გრძნობამ და ამ ინტენსიურობამ, უბრალოდ გააგებინე და ბარიერი და ზღვარი ასწავლე ზუსტად სად არის, რომ როცა შენ ხარ თანახმა რაღაცებზე, მხოლოდ მაშინ ხდება მისგან წამოსული იდეაზე, რომ განხორციელდეს. როცა შენ გაგიდია, რო ეტყვი, ის თუ თანახმა იქნება, მაშინ განხორციელდება. თუ ორივეს ერთად გვებადება იდეა, მაშინ აშკარად ორივე თანახმა ვარ და რაღაცა კეთდება. ხვდები, ანუ ეს ბარიერი სწორად ამოხსნათ ადამიანს, რომ ანუ ხათრიზე გამო რაღაცები აღარ ვაკეთოთ ხალხო. ზოგიერთი თქვენგანი ბოდიში ხო რა, ანუ ვიყავი მეც ეგრე არ არის პრობლემა, უბრალოდ ხათრიზე გამო რაღაცების კეთება. ხო დამღლელია უბრალოდ. ნუ რაღაცა არ გინდა და არ გინდა რა. ხა ანუ არ ხარ ხასიათზე, არ ხარ ამ ეტაპზე მინუსთვის მზად რომ რაღაცეები აკეთო. მაგრამ ამ ურთიერთობისთვის კარგი რჩევა იქნებოდა, რომ კი შეიძლება თავს გრძნობდე რომ მზად არ ხარ, მაგრამ ამავდროულად შანსი მაინც მისცა რა აუხსნა იმ ადამიანს, რომ არ ვიცი ზუსტად რისთვის ვარ მზად, მაგრამ რა ვიცი, ანუ კითხე ხოლმე და გეტყვი. ის რო არის, რა ერქვა იმას. ფილმში ჭრიჭინაში რო არის. ზეგ გეტყვი, როდის აი მე აღარ მახსოვს ეგ სცენა. ბიჭიკოს და იმ სცენა არის მე მგონი. ხო, მოკლედ ლამაზ ადამიანებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნებათ და დროებით